გამარჯობა, მე ვარ დევიდი, ცხოვრობ ამერიკაში და მუშაობ ტრაილერზე. ვარ ოუნერ ოპერატორი, მყავს ჩემი საკუთარი ტრაილერი და ბოლო 5 წელია უწყვეტად მუშაობ, მაქვს 5 წლიანი გამოცდილება ტრაილერზე მუშაობის. მიმუშავია ისეთ მისაბმელიან ტრაილერებზე, როგორიც არის კონესტოგა, სტეტბეკი, ფლეტბეტი, ასევე რიფერი, დრაივენი, გადამიტანია ამაზონის ტვირთები. ამჟამად მყავს კონესტოგა, ეს არის დახურული ტიპის ფლეტბეტი, რომლითაც გადამაქვს სამშენებლო ტვირთები ძირითადად, ასევე მიწევს პორტებიდან ტვირთების გადატანა, სამხედრო ბაზებიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადატანა და ამ საქმეში მაქვს დამიგროვდა საკმაო გამოცდილება. ამიტომ მე მინდა დღევანდელი ვიდეოთი ახალ მძღოლებს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ CDL-ის აღებას და ტრაილერზე მუშაობას, გაუზიაროთ ჩემი გამოცდილება. ვიდრე ამის შესახებ მოვყვებოდე, მე მინდა როგორც წინა ვიდეოებიდან დაგვირდით, გაგაცნოთ წინა კვირის სტეიტმენტი, რომელიც მე მივიღე კომპანიისგან, სადაც ასახულია ის ტვირთები, რომელიც მე გადავიტანე წინა კვირის განმავლობაში და ასახულია ასევე ხარჯები და საბოლოო ჯამში უკვე დათვლილია ის გამომუშავებული თანხა, რომელიც მე უნდა მივიღო ამ კვირაში ხელფასის სახით. ბატონებო, ეს გახლავთ სტეიტმენტი, რომელიც მე მივიღე კომპანიისგან და სადაც ყველაფერია ასახული ხარჯების და შემოსავლის ჩათვლა. ესე იგი, ეს სტეიტმენტი მოიცავს საანგარიშო პერიოდს 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით. ერთკვირიან პერიოდს. ამ ერთი კვირის განმავლობაში მე შესრულებული მაქვს, ესე იგი, 3 ტრიპი, ანუ სამჯერა მაქვს ტვირთი აღებული და გადატანილი დანიშნულების ადგილზე. აი ამ სამუშაოს შესრულების შედეგად კვირის გროსმა შეადგინა $8,550. ეხლა რა ხარჯები მოსდევს უკვე ამ ყველაფერს. პირველ რიგში, ესე იგი, უნდა გამოვაკლოთ 12% თლიან გროსს, რომელიც კომპანიას მიაქვს დისპაჩის მომსახურებისათვის, ტვირთები რომ ამიღო ამის გამო და 12% რო ვიანგარიშოთ ამ თანხის, ესე იგი დარჩა $7,524. შემდეგ აკდება შემდეგი ხარჯები. კონესტოგის, ანუ მისაბმელის ქირა, რომელსაც მე ყოველკვირეულად ვიხდი, ეს არის $400. ინშურანსი, კარგო ლაიბილიტი, ეს არის ტვირთის დაზღვევა $275. ასევე safety assistance, ეს არის ლოგბუქის მომსახურება კვირაში $50 და სიცოცხლის დაზღვევა კვირაში $35. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მე საწვავს ვასხავ კომპანიის ხარჯებით და ვიყენებ მათ ფასდაკლების ბარათს და კვირის განმავლობაში მე მაქვს ჩასხმული $2,090 და 59 ცენტის დიზელი. ეს არის უკვე ფასდაკლებით მიღებული თანხა. გარდა ამისა, აი აქ უკვე რა გვაქვს მოცემული. მოდიშით. ესე იგი, detention, აი აქ რომ წერია detention და გადახდილი არის $140. ეს არის ერთ-ერთ ტვირთზე, სადაც მე დიდხანს მალოდინეს, გადაიხადა ბროკერმა ამის ასანაზღაურებლად, დაამატა თანხას $140. თუმცა აქედანაც კომპანიამ წაიღო 12% და საბოლოოდ მე მომცა $123.20. შემდეგ ბონუსი რეფერალ $500.
ეს $500 მე დამერიცხა კომპანიისგან ბონუსის სახით იმის გამო, რომ ჩემი რეკომენდაციით აღნიშნულ კომპანიაში ახალმა მძღოლმა დაიწყო მუშაობა. ეს ამერიკაში არის მიღებული პრაქტიკა და ნებისმიერ კომპანიაში, ყოველ შემთხვევაში კომპანიების უდიდეს ნაწილში, სადაც ახალი მძღოლი მიდის სამუშაოდ, კომპანიის თანამშრომლის რეკომენდაციით, ამ შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელს აღნიშნული კომპანია უხდის ბონუს $500. იგივე პრაქტიკა აქვს მაგალითად ბანკებსაც ამერიკაში. სიტყვაზე ავიღოთ Chase ბანკი, ხო? იქ რომ ვინმეს შენს ახლობელს გაუკეთო რეფერალი და ესე იგი კრედიტ კარტა აიღოს იმ ბანკში, სადაც თქვენ გაქვთ ანგარიში გახსნილი, ბანკი ამისათვის გიხდის ბონუსის სახით $500. ანუ ეს არის დანერგილი პრაქტიკა და მე მგონი ძალიან კარგი პრაქტიკაც არის. ამ თანხას მე სიმართლე გითხრათ არც ველოდებოდი, იმიტომ რომ ეს იყო 3 თვის უკან და ეხლა რატო გაახსენა კომპანიას ასე გვიან არ ვიცი, მაგრამ არა უშავს, მაინც ასე ამონა. საბოლოო ჯამში, ესე იგი, აიყურეთ 12%-იანი გამოკლებით, ესე იგი მე დამჭა $7,524, რომელსაც უკვე ემატება ეს $123 და $500 და აკლდება აი ეს ხარჯები, რაც მე ჩამოვთვალე, პლუს საწვავის ხარჯი. და საბოლოოდ დარჩა, ესე იგი, კომპანია მე უნდა დამერიცხოს $5,296 და 61 ცენტი. თუმცა, ეხლა როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენ რა გამოვიმუშავეთ ზუსტად. აქ იგი არის გასათვალისწინებელი ის, რომ ეს $500, რომელიც მე ბონუსის სახით დამერიცხა, ხო, ეს ერთჯერადი ფორმაა და ეს შეიძლება წელიწადში ერთხელ ან საერთოდ ვერ მიიღო კომპანიისგან, იმიტომ რომ თქვენი რეკომენდაციით არავინ არ მივიდეს იმ კომპანიაში სამუშაოდ. ამიტომ ეს მე ნამუშევარში ამ $500 არ ვთვლი და ასევე უნდა გამოვაკლოთ $150, რომელიც მე ფასიან გზებზე გადავიხადე. და ეს კომპანიას ხარჯებში არ აქვს გატარებული, რადგან აღნიშნულ თანხას მე ვიხდი გზაზე. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ გამომუშავებული თანხა თუ აი ამ $500-საც გამოვაკლებთ, გამოდის $4,796 და 61 ცენტი. ანუ რეალურად აი მე ეს თანხა გამოვიმუშავე. მაგრამ ამას თუ დავუმატებთ ჩვენ კიდე იმ $500, რომელიც მე ბონუსის სახით მივიღე, ხო? ანუ საბოლოოდ ავიღებ აი ამ თანხას $5,146 და 61 ცენტს. სულ მე გავლილი მაქვს აი ამ 3 ტრიპის შესრულებაში 3760 მაილი. ეხლა ჩვენ ეს მაილები უნდა გავყოთ გამომუშავებულ თანხაზე, ანუ გროსზე, მთლიან გროსზე, ანუ რაც იყო მთლიანი გროსი 8550 პლუს 140 პლუს 123. ამაზე რო გავყოთ, ესე იგი გამომივიდა, რომ მაილზე მე ვიარე $2.31. აი ეს გახლავთ სტეიტმენტი. ეხლა თუ შევადარებთ ჩვენ წინა კვირის სტეიტმენტს, იქ ნაკლები მაილები გავიარე, რა თქმა უნდა მე და იმასთან შედარებით ეხლა უკვე უფრო მეტი მაილების გავლა მომიწია, მაგრამ გამომუშავებაც უკვე უფრო მეტია, ხო? არის რო შეხედოთ, ესე იგი გამომუშავება წინა კვირასთან შედარებით, რომელიც იყო $4077, ხოლო ეხლა გამოვიდა $4796. ესე იგი სადღაც ერთი $700-ით მეტი გამომივიდა, მაგრამ მაილით სამაგიეროდ მეტი გავიარე და მაილზეც ცენტები ნაკლები გამომივიდა. აი ეს არის ზუსტად ეს მარკეტი, იმიტომ რომ ყოველთვის ერთიანი ფასით ვერ დადიხარ, ყოველთვის ბევრ მაილებს ვერ აკეთებ და ყოველთვის ისი არ არის მარკეტი აწყობილი, რომ შენზე იყოს მორგებული. ეხლა გარდა ამისა, ჩემო კარგებო, მე მინდა რომ ის იმ კითხვას უპასუხო, რომელსაც ესე იგი ხშირად მისვავენ, რომ
რატომ არ აკლებ დანარჩენ ხარჯებს. ანუ აქ საუბარი არის პირად ხარჯებზე უკვე, მანქანის ხარჯებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე აქ ჯერ გაჩვენებთ იმას, რომ ანუ რა გამოვიმუშავე, ანუ რას ვიღებ კომპანიისგან ხელფასის სახით. რა მივიღე, ამას გაჩვენებ. ხოლო ამის შემდეგ უკვე რა პირადი ხარჯი მაქვს, რამდენი დამეხარჯა გზაზე, რამდენი კვებაში თუ ასე და ასე, შემდეგ ეს უკვე სხვა თემაა, რომელსაც მე ახლა კიდევ უფრო დაწვრილებით განგიმართავთ. ესე იგი, ბატონებო, ეხლა რომ ჩამოვთვალოთ იმ ხარჯების ტიპები, რაც უკვე ინდივიდუალურად აქვს ყველა ტრაილერის მძღოლს. და რა ხარჯებია ეს? ეს არის სამი კატეგორიის ხარჯი, ეს არის უშუალოდ პირადი ხარჯები, რომელშიც შედის ბინის გადასახადი, ბილები, ტელეფონი, კვება და ასე შემდეგ. სხვადასხვა ვალდებულებები კრედიტ კარტებზე თუ ფაინანსი ბანკში და ასე შემდეგ. აი ამის ხარჯები არის ეს პირადი ხარჯები. შემდეგ მოდის უკვე ტრაილერის ხარჯი. ანუ ტრაილერის ხარჯი პირადი ხარჯებისაგან განსხვავებულია და უკვე დამოკიდებული არის ტრაილერის მდგომარეობაზე. თუ რა მდგომარეობაში ყავს ტრაილერი, ახალია, ძველია, რამდენად ხშირად გიფუჭდება და ასე შემდეგ. და შემდეგ არის მესამე ტიპის ხარჯი. ეს არის უკვე საშემოსავლო წლის ბოლოს, ანუ იგივე ტაქსები, რომელსაც ყველა ინდივიდუალურად იხდის თავისი ხარჯებიდან გამომდინარე. ეხლა უფრო კონკრეტულად რო განმარტო პირადი ხარჯები. როდესაც მეკითხებით, რომ ესე იგი რამდენი გაქვს პირადი ხარჯი, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვალდებულებები მაქვს მე აღებული სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ თუ დაუშვათ ცხოვრების მიმართ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ეხლა აი სიტყვაზე რომ მავიღოთ, ხო, მე მაქვს ბრუკლინში ბინა ნაქირავები, რაშიც ვიხდი $2440, ამას დამატებული ბილები, ანუ ელექტროენერგიის წყლის ხარჯი, ასევე მაქვს family plan-ი მობილურზე, ტელეფონებზე, დამატებით ამ ტელეფონის გადასახადს ვიხდი. კიდე ამაში შედის კვება, ჩაცმა, გავლა, ფინანსური დახმარება საქართველოში. ანუ ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური და მორგებული არის თითოეულ ადამიანზე და იმ ცხოვრების წესზე, რომელსაც ეს ადამიანი ეწევა. სიტყვაზე ახლა რომ ავიღოთ, ხო, ანუ მე თუ მაქვს ბინა ნაქირავები და მასში ვიხდი $2440, ერთ ჩემს მეგობარს მაგალითად ბეისმენტი აქვს ნაქირავები და იმაში იხდის მინიმალურ თანხას. მეორე მეგობარი მაგალითად საერთოდ ტრაილერში ცხოვრობს და არც ბეისმენტი აქვს ნაქირავები და არც ბინა. ანუ ეს არის დამოკიდებული ინდივიდუალურად ადამიანზე და მისი ცხოვრების წესზე, თუ როგორ დანაზოგს აკეთებს ცხოვრებაში, ანუ იმ პირობების გათვალისწინებით, რა პირობებითაც ის ცხოვრობს ამერიკაში. ასე რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ანუ ამ ხელფასის იქით კიდე რა რჩება ადამიანს, ეს დამოკიდებული არის თვითონ იმ ადამიანზე, ვიზეც არის საუბარი. შემდეგ მანქანის ხარჯები, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი ტრაილერი, ეს არის ძალიან ძვირი სიამოვნება და შესაბამისად არ არსებობს მაგის გარანტია, რომ სულ ისე ივლი რომ არაფერი არ მოუვა იმას, აი თუნდაც პატარა მაგალითი რომ გავიხსენოთ, მე მიდევს ამის შესახებ ვიდეო, სიეტლში ვიყავი, ტვირთი დავცალე, სადაც დავცალე, იქვე გამიფუჭდა ტრაილერი, აღარ დაიკოკა. სტარტერი დაიწვა, ამას მე საერთოდ არ ველოდებოდი იმ წუთში, იმიტომ რომ ტვირთის ასაღებად ვაპირებდი წასვლას. მომიწია, ესე იგი, დახმარების road service-ის გამოძახება ადგილზე და სტარტერის შეცვლა, დამატებით ხელოსნის მომსახურება, ეს ყველაფერი დამიჯდა $1400. ეს არის ხარჯი, რომელიც ყოველთვის არის გაუთვალისწინებელი გზაზე. ამისათვის გჭირდება მობილიზება და უნდა კონდეს რაღაც გარკვეული თანხა, გვერდზე რომ იტყვიან გადადებული და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენო. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ
სხვის მაგალითზე ვერ მოგახსენებთ, ანუ მანქანის შენახვა, ანუ ტრაილერის შენახვა ვის რა უჯდება გზაზე, მაგრამ ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ტრაილერი არის, ესე იგი, Volvo-ს ტიპის ტრაკი, ანუ Volvo-ა, 2018-იანი 780, გარბენი აქვს უკვე დაახლოებით 1,000,000 მაილამდე და ამ ტრაილერის მე წლიდან წლამდე სერვისი და შენახვა დაახლოებით ვამბობ 15,000-დან 20,000 დოლარამდე მიჯდება. ამაში შედის, რა თქმა უნდა, ზეთის შეცვლა, რეცხვა, პარკინგი, თუ რამე გაუფუჭდება, იმის შეკეთება და აქ კიდე ტრაილერის შეკეთება ძალიან ძვირიჯდება ამერიკაში. გააჩნია კიდე რომელ შტატში მოგიწევს, სად მოგიწევს და ასე შემდეგ. ამიტომ ინდივიდუალურია ეს ხარჯი და წინასწარ ამის გამოკლება, რომ დაუშვათ ერთი კვირის ხელფასს აიღებ და იმას ახლა რაღაც გამოაკლო, რომ ეს ტრაილერის ხარჯი რაღაცა ასე ძნელია, რთულია, ვერ ანგარიშებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ დაახლოებით ის ციფრი, რომელიც მე ტრაილერის სერვისისთვის ვჭირდება, ეს არის 15,000-დან 20,000 დოლარამდე წელიწადში. ეხლა რაც შეეხება საშემოსავლოს, ანუ იგივე ტაქსებს, რომელსაც ჩვენ ტრაილერის ძღოლები ვიხდით. ესეც ბატონებო არის როგორი საკითხი იცით, ამას კონკრეტულად ერთი კვირის აღებული ხელფასიდან ჩვენ რაიმე საშემოსავლოს და ტაქსს ესე არ ვიხდით. მუშაობთ 1099 ფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ წლის საანგარიშო პერიოდი როცა დამთავრდება, ანუ საანგარიშო პერიოდი არის წლის დასაწყისი 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აი ამ საანგარიშო პერიოდში, რასაც გამოიმუშავებ, 1099 ფორმას გიგზავნის კომპანია, სადაც მუშაობ და იქ არის უკვე მოცემული კონკრეტული თანხა, რაც პირადად გადაგიხადა კომპანიამ ხელფასის სახით წლის განმავლობაში. შემდეგ აი ამ ფორმით ჩვენ მივდივართ ბუღალტერთან ერთად დავჯდებით ამ წლის განმავლობაში გაღებულ ხარჯებს თლიანად დავიანგარიშებთ, ჩამოვწერთ და კომპანიის მიერ გამოგზავნილ 1099 ფორმაში მოცემულ თანხას უკვე ამ ხარჯებს გამოვაკლებთ და დარჩენილი თანხა ითვლება უკვე მოგებად, რომლის საშემოსავლოც უნდა გადავიხადოთ. თუმცა აქაც რაღაცეები არის გასათვალისწინებელი და იმიტომ არის ესეც საშემოსავლოც, აი ინდივიდუალური საკითხია, ვინამდე სიხდის. და რაზეა ეს დამოკიდებული? ეს არის დამოკიდებული იმაზე, რომ ოჯახით ხარ თუ არ ხარ. მაგალითად, თუ გყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს დამატებით კრედიტებს გაძლევს უკვე, რაც უკვე ითვალისწინებს იმას, რომ ესე იგი ამ ხარჯებში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ის მცირეწლოვანი შვილებიც, რომელიც გყავს, ან არასრულწლოვანი, არ აქვს მნიშვნელობა, მცირეწლოვანი იქნება თუ არასრულწლოვანი და რაც უფრო მეტია, უფრო ესე იგი ხარჯი გადის და უფრო მეტი თანხა გაკლდება. და ეს ინდივიდუალური განსხვავება არის. ესე იგი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ესე იგი თქვენი ოჯახური მდგომარეობა როგორ არის. ესეთი ფაქტორები არის გასათვალისწინებელი. ასე რომ წინასწარ ვერ გეტყვით, ანუ რა ხარჯი უნდა გამოვაკლო მე დაუშვათ კვირის აღებულ ხელფასს, მაგრამ წლის ბოლოს უკვე კონკრეტულად ვიცით, როცა ყველაფერს დავიანგარიშებ, ესე იგი რა უნდა გადავიხადოთ. ნიუ-იორკი არის საკმაოდ ძვირიანი შტატი, ამიტომ აქ ტაქსები, ანუ საშემოსავლოს აქ მაღალი პროცენტი, დაახლოებით თუ არ ვცდები 33% უნდა იყოს და ხომ გეუბნებით ტაქსების გადახდის პერიოდში ასევე ითვალისწინებენ ოჯახურ მდგომარეობას, თუ რა ასაკის შვილები გყავთ და რამდენი ასევე. და ყველა ის ხარჯი, რაც შვილთან დაკავშირებით არის, აბსოლუტურად ყველაფერს ჩამოგაწერთ სახელმწიფო და გაგიტარებთ ხარჯი. ეს ეხება კონკრეტულად შვილების აღზრდას, მათკვებას, დაბინავებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა ასევე ერთ საკითხს შევეხოთ, ესე იგი, რა განსხვავებაა მძღოლსა და ოუნერს შორის.
როგორც მოგახსენეთ, მე ვარ ოუნერი, ანუ ოუნერ ოპერატორი, ეს არის ის კატეგორია, რომელსაც ყავს თავის საკუთარი ტრაკი, ტრაილერი და მუშაობს შესაბამისად თავის საკუთარი ტრაილერით. ოუნერს, მოდი ჯერ მხოლოდ ოუნერს შევეხოთ, ანუ რა მდგომარეობა უკავია საერთოდ ოუნერს ამ პროცესში. ოუნერი, როდესაც მიდის რომელიმე კომპანიაში სამუშაოდ თავის ტრაილერით, სარგებლობს გარკვეული უპირატესობებით და ეს უპირატესობები რაში გამოიხატება? კონკრეტულად იმ კომპანიაში, სადაც ის იწყებს მუშაობას, გამოდის, რომ ესე იგი, ოუნერი არის თანაბარ მდგომარეობაში კომპანიის წარმომადგენლებთან. ანუ კომპანიის წარმომადგენელი, როდესაც იგივე დისპეჩერი, როდესაც იღებს ტვირთს, იგი ვალდებულია დაურეკოს ოუნერ ოპერატორს და უთხრას შესთავაზოს, რომ არის ესეთი ტვირთი მაგალითად გადასატანი სიტყვაზე ჩიკაგოდან კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში. ამა და ამ ფასად, ესა და ამა და ამ სახეობის ტვირთია და შესთავაზოს. ოუნერს აქვს არჩევანი დაეთანხმოს დისპეჩერის შეთავაზებას, ან არ დაეთანხმოს და უთხრას, რომ იცი რა, მე კალიფორნიაში წასვლა არ მინდა, ან ამ სიმძიმე ტვირთის წაღება არ მინდა და ამიტომ უარი თქვას იმ ტვირთის წაღებაზე, მაგრამ უთხრას, რომ აი მაგალითად არ მინდა კალიფორნიის მხარეს წავიდე, მაგრამ მინდა წავიდე ისტში, სადმე იქით ნიუ-იორკისკენ, მასაჩუსეტსკენ, ან ასე შემდეგ. ანუ არჩევანს თვითონ აკეთებს ოუნერი. თავის უფროსია, ასე რომ ვთქვათ, ბოსი, რომელიც ესე იგი კომპანიასთან ერთად მართავს და გეგმავს ტვირთების აღებას და მის ადგილზე ჩატანას. ეხლა რაც შეეხება მის ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაშია ოუნერი კომპანიაში მუშაობის დროს, მას ასევე აქვს კიდე რაღაც პრობლემები, რაც ძირითადად უფრო დაკავშირებული არის კომპანიის კეთილსინდისიერებასთან, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კომპანიების უმრავლესობა ამერიკაში შემიძლია თამამად თქვა, რომ თლად კეთილსინდისიერად არ მუშაობენ და რა იგულისხმება ამაში. ტვირთების უმრავლესობას, რომელსაც ისინი ოუნერებს აწვდიან, მათი ფასები არ მოდის შესაბამისობაში იმ ფასებთან, რასაც ბროკერი იხდის აღნიშნულ კონკრეტულ ტვირთში. ეს დანერგილი პრაქტიკაა, თითქმის შეგუებულები ვართ ოუნერები ამას, კი, ჩვენებურად ვაკონტროლებთ მაინც ტვირთების ფასებს. პირდაპირ კავშირზე ჩვენ ბროკერთან ვერ გავდივართ, არ გვაქვს ხელმისაწვდომობა, მაგრამ თუ მოგვეცა საშუალება და ჩავედით ისეთ მოხდით ისეთ სხვა ოუნერებთან, რომლებმაც იგივენაირი ტვირთი ჩაიტანეს ჩვენთან ერთად რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ გადავამოწმოთ და ვეკითხებით, აბა შენ რა ფასში მოდიხარ, რა ფასში აიღე ტვირთი. მაგრამ აქაც ვერ 100%-იანი, ანუ სიზუსტეს ვერ დაადგენ, რომ შენ თუ ნაკლებ ფასში გაქვს აღებული, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ მოგატყუა და რაღაცა თანხა მოგიტეხა. და რატო? იმიტომ რომ ტვირთების აღებას ლოუდბორდებიდან, როდესაც დისპეჩერები იღებენ ამ ტვირთებს, იქაც სხვაობები არის ტვირთის აღების ფასებში. და ანუ ეს ძირითადად განპირობებულია დროში. მაგალითად, თუ დილით გამოვიდა რაღაცა ტვირთი და ბროკერმა დადო, რომ აი რაღაცა X სიტყვაზე ფასში და დაასრო რომელიმე დისპეჩერმა შენ დისპეჩერს და აიღო ის იმ X ფასში, შეიძლება ეს ტვირთი შემდეგ გაკენსელდეს და მოხდეს ისე, რომ ესე იგი საღამოს უკვე სასწრაფოდ გადასატანია ეს ტვირთი, არავინ არ არის რომ წაიღოს და ამიტომ უკვე ბროკერი წევს ფასს ზემოთ. და დაუშვათ იმას, რომ X ფასში აძლევდა თავიდან, შენ მოგცეს 2X ფასში. ეს ერთ. მეორე კიდე ის, რომ ბროკერიც, აი როგორ გითხრათ, ვაჭრობს. ანუ დისპეჩერს და ბროკერს შორის ჩვეულებრივი ვაჭრობა იმართება ტვირთის ფასთან დაკავშირებით. ერთი დისპეჩერი რო იღებს ტვირთს სიტყვაზე
$1000 ჩემმა დისპეჩერმა შეიძლება ისე ევაჭროს ამ ბროკერს, რომ ეს ტვირთი მოაცემინოს $1200 ან $1300. ხო, ამაშიც სხვაობაა და ამიტომ ისე დამაბნეველია ეს საკითხი, რომ ესე კონკრეტულად ადგე და დაადო ხელი ხა იმ კომპანია, სადაც შენ მუშაობ და თქვა, რომ აი შენ მე თანხას ვყარავ, ამის თქმაც რთულია. თუმცა ვიცით, რომ ოუნერებმა და მძღოლებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ბევრი არაკეთის ინდისიერი კომპანიაა, რომელიც ცდილობს ჩვენს მოტყუებას და აი ის ფასი, რასაც ის იღებს, კომპანია იღებს ბროკერისგან, სინამდვილეში არ შეესაბამება იმ ფასს, რომელსაც მერე ჩვენ გვიხდის. სამწუხაროდ ესეც ხდება, მაგრამ ამას ვერაფერს მოუხერხებ. ესია რა ამერიკაში და ამას მართლა ვერ გამოასწორებ. არა კიდევ მნიშვნელობა ეს ვისი კომპანია იქნება კონკრეტულად რომ თქვა რომ აი უზბეკები ესე მუშაობენ, ან ქართველები ესე მუშაობენ, ან მოლდოველები ესე მუშაობენ. არა, ესე კონკრეტულად ვერ იტყვი, ყველა კომპანია, რომელიც არაკეთის ინდისიერად მუშაობს, იმას ეროვნება არ აქვს, რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების იქნება. არანაირი კომპანია ასრულებს თავის საქმეს, ჩვენს საქმეს ვასრულებთ. გარდა ამისა, ოუნერებთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთი რამე ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შემოსავლები ცოტა მსუყეთ ჩანს და ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ძალიან კარგია, ჩვენიერი ხელფასი ახლა $5000 კვირაში არ არის, ხო, ცუდი, ძალიან კარგია, მაგრამ ამ ადამიანებმა არ იცის რა დგას ამ ყველაფრის უკან. ამ ყველაფრის უკან პირველ რიგში დგას უდიდესი შრომა. მაგრამ ეხლა მე შრომაზე საუბარს თავს დავანებებ და უბრალოდ მოვყვები იმ ხარჯებს, რაც ოუნერ ოპერატორებს გააჩნიათ. ტრაილერთან დაკავშირებით. ეს არის მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ წელიწადში რეგისტრაციის ფასი, რომელიც ნიუ-იორკში ჯდება $2000. ასევე გზის ტაქსები, სადაც ან გზის ტაქსი ნიშნავს ესე იგი კვარტალში სამ თვეში ერთხელ ვიხდით ამას. სხვადასხვა შტატებში რო ვასხავთ საწვავს, ანუ ეს შტატი ცალკე კიდე ჩვენ გვჩარჯავს იმის გამო, რომ იმათ შტატში ჩვენ ჩავასხით საწვავი და შემდეგ ეს საწვავი იქ დავწვით, ამან გამონაბოლქვი ესე იგი გაუშვა ამ შტატში, შენ რაღაცა ზიანი მიაყენე იმათ ბუნებას, ხალხს და აი ესე road tax-ები ქვია ამას, ამაში იხდი კიდე ფულს დამატებით. გარდა ამისა, იქ არის უამრავი მაგალითად სტიკერები არის, ასევე პერმიტები, რომელიც ესე იგი სხვადასხვა შტატში შედიხარ, იქ პერმიტები გჭირდება, ანუ ისე ვერ შეხვალ, პერმიტი უნდა გქონდეს. მაგალითად ორეგონი, კალიფორნია, ესენი პერმიტებს ითხოვენ, როდესაც იმ შტატში შედიხარ, აუცილებლად უნდა გქონდეს ნებართვა იმ შტატში შესვლის. არის წვრილი გადასახადები კიდე. ამას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, შემოკარგებოთ, ტრაილერს ჭირდება შენახვა. შენახვა კიდე რას ითვალისწინებს? ეს არის დაუშვათ მაგალითად საბურავები, ხო? ანუ საბურავები, ხა თქვენ იცით რომ ესე იგი ჩვენი ტრაილერები, ანუ ტრაკები, რაზეც ჩვენ მუშაობთ, ესე იგი საჭიროებს ყოველწლიურად თუ არა გააჩნია როგორ ხმარობ 2 წელიწადში ერთხელ მაინც საბურავების შეცვლას და ეს საბურავები ძალიან ძვირი ღირს მინდა გითხრათ დაახლოებით მთლიანად რო დაცვალო drive axle-ზე, steering axle-ზე საბურავები სადღაც დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე ალბათ მოგიწევთ $6000 გადახდა. თუ ამას დავუმატეთ კიდე ტრაილერის ანუ მისაბმელის საბურავების გამოცვლასაც, მაშინ იგივე თანხა შეიძლება, ანუ ცოტა ნაკლები, სადღაც $5000 ის დაგიჯდეთ და საბოლოო ჯამში, ესე იგი გამოდის, რომ მთლიანად მისაბმელს და ტრაკსაც რომ შეუცვალოთ საბურავები, სადღაც შეიძლება ახვიდეთ $10-11,000-ზე. ამას მხოლოდ საბურავებზე ვსაუბრობ. ზეთის შეცვლა დაახლოებით $400-დან $500-მდე ღირს გააჩნია სად მოხდები ზეთის შესაცვლელად. და შემდეგ უკვე
დანარჩენი სერვისი, რომელიც უკვე შენ ტრაილერს ჭირდება, ეს არის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როდესაც გზაზე გიფუჭდება და ესე იგი გიწევს road service-ის გამოძახება ან towing-ის გამოძახება. Towing-ი ეს არის რომ მოვა ესე იგი გადამყვანი მანქანა, რომელიც თქვენ ტრაილერს დაიბუქსირებს, ჩაიბავს, აწევს და გადაიტანს შაფში სახელოსნოში გასაკეთებლად. ეს ძალიან ძვირი მომსახურებაა, მინდა გითხრათ და შესაბამისად თუ ესეთი რამე დაგჭირდათ გზაზე ძალიან დიდ ხარჯში გადავარდებით. კიდევ არის ის ხარჯები, რომელიც ესე იგი გამომდინარეა იქიდან თუ რა წლოვანების და რა გარბენის ტრაილერი ხარ. თუ ახალია ტრაილერი, ხომ? ამ ტრაილერს ნაკლებად ჭირდება შეკეთება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ ახალი ტრაილერების კი, აი სულ ახალ ტრაილერს ხიდი ჩაშლია მაგალითად. არის ესეთი შემთხვევებიც. გარდა ამისა, ეხლა ტრაილერებთან დაკავშირებით, ანუ ოუნერების პოზიციიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა ის, რომ ეს ხარჯები თუ გამოსყიდული გყავს ტრაილერი, ხო? ნუ შედარებით ნაკლები გაქვს იმ გაგებით, რომ პეიმენტებს, ანუ ფაინანს არიხდი ბანკში ან კომპანიაში. მაგრამ სამაგიეროდ გარბენი აქვს უკვე გამოსყიდულ ტრაქს მეტი და შესაბამისად უფრო მეტი ალბათობაა იმის, რომ სადმე გაგიფუჭდეთ. ახალ ტრაქს რაც შეეხება კიდევ ახალ ტრაქს როგორც გითხარით, სანამ გამოისყიდით ახალი ტრაქი, მაგალითად, რო ვიყიდოთ ფრიტლაინერი, მინიმუმ ალბათ სულ ახალი დაგიждდებათ $170,000 და Volvo რომ ვიყიდოთ $200,000 და შეიძლება მეტიც კიდე გააჩნია რა დამატებით ფუნქციებს დაუყენებთ, მაგალითად APU ეს არის ისეთი სისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად ჩამქრალ ტრაილერზე და გააქვს ესე იგი ზამთარში გათბობა, ხოლო ზაფხულში კიდე კონდიციონერი. აი ესეთი სიტუაცია არის ოუნერებთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ შემოსავალი, რომელსაც ოუნერი იღებს, ეს არ არის ესე იგი სუფთად მოჭრილი ხელფასი და შემოსავალი და ამაზე ვერ იტყვი ვერასოდეს, რომ აი მე კვირაში $5,000 ავიღე და ბედნიერი ვარ. ბედნიერი კი ხარ ამ კვირაში, მაგრამ აი როგორც მე მომივიდა მაგალითად სიეტლში, ხო, რომ გამიფუჭდა ადგილზე ტრაილერი და $1,400 გადავიხადე, შეიძლება მეორე კვირაში დაგემართოს იგივე და ან მეტ ხარჯში გადავარდე, ან ნაკლებში და ეს გაგრძელდეს დაუსრულებლად. ხანდახან იცის ხოლმე, რომ აეწყობა ყოველ კვირა გზაზე ხარ გაჩერებული. და ცალკე პრობლემა კიდე ის არის, რომ ოდესაც გაჩერებული ხარ და არ მუშაობ, უფრო და უფრო მინუსში გადიხარ. ეს რაც შეეხება ოუნერებს. ეხლა მე მინდა ძღოლებზეც ვისაუბრო. ძღოლები, ძღოლთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აი მოდი ვთქვათ, რას აიღებდა მაგალითად ძღოლი იგივე გამომუშავებულ სამუშაოში, რაც მე მომიწია, ხო? აი მაგალითად თლიანი გროსი იყო $8,550 თუ არ ვცდები, თუ ცოტა მეტი $140 დაემატა. ძღოლი აი ამ აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოში იღებს 30%. ესე იგი, უნდა იანგარიშოთ აი ამ თანხის, ძირი თანხის ხარჯები არ აკლდება, აი ეს რაც არის ძირი თანხის 30%. 30% გამოდის $2,607. ესე იგი, ძღოლი სუფთად ხელზე აიღებდა $2,607. მაგრამ ძღოლთან დაკავშირებით ეხლა რა შემიძლია ვთქვა? ძღოლი ეს არის კომპანიის ის თანამშრომელი, რომელსაც ქირაობს კომპანია
და უკვეთავს სამუშაოებს. ოღონდ ოუნერისგან განსხვავებით მძღოლს არ აქვს არჩევანის უფლება თქვას ტვირთზე უარი ან ესე იგი რაღაცა შესწორებები შეუტანოს დისპეჩერს. კი არის ახლა რომ ბევრი მძღოლი პირიქით ეჩხუბება ხოლმე დისპეჩერს, შეიძლება აგინოს კიდევაც ესეთი შემთხვევები ძალიან მრავალია, მაგრამ თვითონ სტრუქტურიდან გამომდინარე, ესე არის აწყობილი, რომ კომპანია ქირაობს მძღოლს, უხდის მას 30%-ს ტვირთის ღირებულების, ან მაილზე უხდის გარკვეულ ცენტებს. ეს ცენტები იწყება 53 ცენტიდან და ადის 75 ცენტამდე. დისპეჩერი ნახულობს ტვირთს და ეუბნება, რომ აი მაგალითად გადასატანია ტვირთი მიზურიდან სიტყვაზე ინდიანაში. ეს ტვირთი უნდა ჩაიტანო. მძღოლს არ აქვს იმის არჩევანის უფლება, რომ უთხრას, რომ იცი რა, მე ამ ტვირთს არ გადავიტან, არ მინდა ინდიანაში წასვლა. არა, ის ვალდებულია, რომ ეს სამუშაო შეასრულოს, თუ უნდა ამ კომპანიაში მუშაობა, იმიტომ რომ სხვანაირად მას არ ამუშავებენ, არავინ არ გააჩერებს ახლა კომპანიაში, თუ ის ოუნერი ტვირთებს არჩევს და ეუბნება, რომ მე ასე არ მინდა და ისე მინდა, ყოველ შემთხვევაში კონფლიქტი მოუვა იმ კომპანიის თანამშრომლებთან და ან თვითონ წამოვა და ან ისინი ეტყვიან, რომ აი შენთან ვერ ვიმუშავებთ რა. ხარჯი არა აქვს მძღოლს. თუ არ ვცდები იხდის მინიმალურ გადასახადს, რაღაცა თავის დაზღვევის თანხას, სიცოცხლის დაზღვევის თანხას, ხოლო დანარჩენი ხარჯები, აი მე რაც ჩამოვთვალე კომპანიის ხარჯები, ის ქირა, კარგო, ინშურანსი და დისპაჩის მომსახურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს მძღოლს არ აქვს. ანუ იგი იღებს სუფთა ხელფასს და ხელფასია დამოკიდებული რა. და მისი დაინტერესება ამაშიც ის არის, რომ თუ მაილაჟზე მუშაობს, ან ბევრი გაიაროს, ან თუ ტვირთების პროცენტებზე მუშაობს, მაშინ ისეთი ტვირთები აიღოს, რომ ესე იგი მეტი გამომუშავება შეხვდეს. აქაც ახლა როგორ არის, იცით? ანუ ჩემი დაკვირვებით მძღოლებს დისპეჩერები, ანუ კომპანიის დისპეჩერები ცდილობენ უკეთესი ვარიანტები შესთავაზონ ტვირთების მხრივ, ვიდრე ოუნერებს, იმიტომ რომ აქ 70% მიაქვს კომპანიას მძღოლის შემთხვევაში და 30% მიაქვს მძღოლს, ხოლო ოუნერის შემთხვევაში 88% მოგვაქვს ჩვენ და 12% რჩებათ იმათ. ამიტომ მეტ მოგებას ადნახულობენ, ანუ მძღოლთან ნახულობენ. ხო, შესაბამისად ცდილობენ, რომ კარგი ანუ მეტ ფასში და უფრო კარგი ვარიანტები შესთავაზონ მძღოლს. არ ვიცი, ეს ჩემი დაკვირვებაა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ უფრო ტვირთების მხრივ პრივილეგიაში ყავთ მძღოლები. ახლა თან ოუნერები ცოტა პრეტენზიული ხალხი ვართ და ვარჩევთ ხოლმე ტვირთებს, იქ არ მინდა, აქ არ მინდა და ეს თავისთავად უკვე მოქმედებს კვირის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე. შეიძლება ტვირთი ვერ აიღო და დარჩე ისე. ეს განსხვავება არის ოუნერებსა და მძღოლებს შორის და ეხლა ასევე მე მინდა შევეხო იმ საკითხს თუ როგორ ესე იგი დაიწყოთ მუშაობა და რა გელოდებათ, ეს ახალ დამწყებებზე მაქვს საუბარი, რა გელოდებათ ტრაილერზე მუშაობის დროს. ესე იგი, ბატონებო, გავაგრძელებ ახლა ისევ ამ საკითხზე ჩემი მოსაზრების თქვენთვის გაცნობას. როგორ დავიწყოთ მუშაობა? ეს ეხება, რა თქმა უნდა, ახალ დამწყებებს და იმ კატეგორიას, ვინც მომავალში აპირებს, რომ აიღოს CDL-ი და დაჯდეს ტრაილერზე სამუშაოდ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული და ესეთი საკითხია ინდივიდუალური და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ. ვიდრე წამოხვალთ ტრაილერზე სამუშაოდ, აუცილებლად ეცადეთ, რომ თქვენი მართვის მოწმობა, რომელსაც თქვენ იყენებთ, მე ვსაუბრობ CDL-ამდე რაც გაქვთ მართვის მოწმობა,
აი ამ მართვის მოწმობას აუცილებლად მოუგთხილდით იმ გაგებით, რომ არა იყოთ პოლიციის ტიკეტები, ვინაიდან შემდეგ, როდესაც თქვენ CDL-ს მოიპოვებთ და გადაცვლით ძველ მართვის მოწმობას CDL-ის მართვის მოწმობაზე, აი ეს წარსულში რაც ჰქონდათ აღებული ის ტიკეტები და ის ჯარიმები ყველაფერი გადმოდის ამ CDL-ს. და როდესაც მიდიხართ კომპანიაში, ახალ კომპანიაში სამუშაოს დასაწყებად და ამოწმებთ თქვენ background-ს, იქ აუცილებლად გამოჩნდება თუ წარსულში რა ჯარიმა ჰქონდათ პოლიციის აღებული, თუ ექსიდენტი ჰქონდათ, ავარია, ისიც ჩანს, რა თქმა უნდა, და ეს ყველაფერი შემდეგ ძალიან მოქმედებს მუშაობის დაწყებას. მიზეზი კიდევ ის არის, რომ აი ამ ყველაფრის გამო კომპანიის დაზღვევის ფასი იწევს ზემოთ და კომპანია ამ შემთხვევაში უკვე უარს გეუბნებათ სამუშაოზე აყვანას. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ახლა როგორ დაიწყოთ მუშაობა იმას რაც შეეხება, ეს ძალიან რთულია თავიდან, მინდა გითხრათ, არასოდეს ადვილი არ არის მუშაობის დაწყება, იმიტომ რომ სადაც არ უნდა მიხვიდეთ რომელ კომპანიაშიც, პირველ რიგში გეკითხებიან, გააქვთ თუ არა ექსპერიენსი, ანუ გააქვთ თუ არა გამოცდილება ტრაილერზე მუშაობის. ახალ აღებულ CDL-იან მძღოლს კიდე გამოცდილება აბა საიდან ექნება, არა, ხო? ამიტომ რაღაც დისონანსი იქნება, რომ აი მინდა მუშაობის დაწყება და არ ავყავარ სამსახურში იმის გამო, რომ გამოცდილება არ მაქვს და საიდან შევიძენო ამ გამოცდილებას თუ არ ვიმუშავე, ხო? ყველა ესე ფიქრობს და მეც ესე ვიყავი თავის დროზე, მაგრამ აი ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, ხომ გეუბნებით, ანუ თქვენი მართვის მოწმობის ისტორიაზე. ანუ გააქვთ ჯარიმები თუ არა გაქვთ, გააქვთ ექსიდენტები თუ არა გაქვთ. ამ შემთხვევაში უფრო მარტივია მუშაობის დაწყება, მაგრამ როდესაც მუშაობას დაიწყებთ, იცოდეთ, რომ კომფორტულ პირობებში ვერ აღმოჩნდებით. ყველა კომპანია ცდილობს, რომ თავიდან აგიყვანოთ, რა თქმა უნდა, ყველაზე დაბალ ცენტებზე სამუშაოდ და ამ გეუბნებიან, რომ ესე იგი, სადღაც ერთი 6 თვე გჭირდება ექსპერიენსი, ანუ გამოცდილება, რომ შემდეგ უკვე, აი 6 თვის გასვლის შემდეგ უკვე მოგიმატოს ნელ-ნელა ხელფასი. ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, ცუდ მდგომარეობაში აყენებს ზღოლს, თავის დროზე ეს მსგავსი სიტუაცია გავიარე, მაგრამ რომ იტყვიან თავზემო ზალა არ არის. მოგიწევთ თავიდან აი ესეთ არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნა და მუშაობა, მაგრამ უნდა გაუძლოთ რამოდენიმე თვე და იმ 6 თვის გასვლის შემდეგ უკვე შეძლებთ, რომ პირობები გაიუმჯობესოთ და თავიდან თუ გიხდიან სიტყვაზე შემოგთავაზეს 53 ცენტი, შემდეგ ეს ნელ-ნელა გაიზრდება და რაღაც განსაზღვრულ დონეზე ადის უკვე გამოცდილების მიხედვით. ამიტომ როცა მუშაობას დააპირებთ, ხო ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომ აი მე თქვენ CDL-ი გააქვთ და უკვე მოდით და მუშაობას დაგაწყებინებთ რა. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ხა ყველა ყავს მეგობრები, ნაცნობები, უნდა გაიკითხოთ, ვიღაცებს უნდა რჩევათ ხოლოდ, სად, როგორ, რანაირად და რაღაცნაირად უნდა დაიწყოთ რა მუშაობა. ესე ამერიკული კომპანიები მაგალითად თავიდან რომ გეტყვით, რომ ამერიკული კომპანიები არ აგიყვანენ, ძირითადად ვინც სამუშაოდ აგიყვანთ, ეს არის ქართული, მოლდოვური, უკრაინული, უზბეკური კომპანიები, ესენი კი ბატონო აგიყვანენ თავიდან სამუშაოდ, მაგრამ აქაც ხო გითხარით, დამოკიდებულია თქვენი მართვის მოწმობის background-ზე, წარსულზე რა. უნდა ეცადოთ, რომ არაფერი არ გქონდეთ პოლიციის ჯარიმები და ექსიდენტიც თავისთავად. ეხლა რა მინდა ვთქვა ახალ დამწყებ მძღოლებთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც გადაწყვეტ ტრაილერზე მუშაობის დაწყებას, მე ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით ამას, რაც მე გავიარე და რაც მე გამოვცადი ამ 5 წლის განმავლობაში. მე როცა ვიწყებდი მუშაობას, მქონდა 0 წარმოდგენა ტრაილერის
და ამ ტრაილერთან დაკავშირებულ სამუშაოებთან. არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა. არც ვიცოდი რა სახის მისაბმელები იყო, რა სახის სამუშაოები იყო და რითი განსხვავდებოდა ეს ტრაილერები ერთმანეთისგან. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც თქვენ აიღებთ უკვე CDL-ს, ან მომავალში აპირებთ CDL-ის აღებას და დააპირებთ ტრაილერზე დაждდომას, წინასწარ გაერკვიოთ, გამოიკითხოთ რომელი ტრაილერი მისაბმელი, ან მისაბელზე მაქვს საუბარი, როგორ მუშაობს, რა ტიპის სამუშაოებს ასრულებს, რა ტვირთები გადააქვს, რა დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ამაში არის დიდი სხვაობა. მაგალითად, კონკრეტულ შემთხვევას თუ მოვიყვან, მე ახლა მუშაობ კონესტოგაზე, როგორც გითხარით, ესე იგი, ჩემი სამუშაო მოიცავს საამშენებლო ტვირთების გადატანას. ძალიან ნაკლებად მაქვს აპოინტმენტები, ანუ განსაზღვრულ დროში მისვლა და მოსვლა. ტვირთებს არ ვიღებ ღამით, ტვირთებს ვიღებ დღის განმავლობაში და ღამის განმავლობაში ძინავს. მეტ ნაკლებად, რა თქმა უნდა, მაგრამ 90% ვისვენებ ძინავს, იმიტომ რომ ეს ტვირთების გადატანა არ ხდება დანიშნულ დროში. თუმცა აქაც გათვალისწინებული უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ როდის, ანუ რა მანძილზე გადაგაქვთ ეს ტვირთი, ან როდის აიღეთ საღამოს დროს ხომ 5 საათზე ხომ არ მოგიწია ტვირთის აღება და მეორე დღეს აგაქვთ ჩასატანი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ღამით სიარულიც გიწევთ. რატო ავირჩიე კონესტოგა, რატო მუშაობ? მე მანამდე ფლეტბედზე მუშაობდი, მაგრამ ფლეტბედზე უარი იმიტომ თქვის საბოლოოდ, რომ ძალიან დამღალა ტარპის გადაფარებამ და ეს ზამთარ ზაფხულს ძალიან ისეთი უსიამოვნო ფაქტორია, უფრო მეტად იღლები, მე ამ დაღლილმა უნდა იარო და ამიტომ უარი ვთქვი. თუმცა კარგახანი მომიწია ფლეტბედზე მუშაობა. და ახლა კონესტოგაზე მუშაობ, ეს იგივე ფლეტბედია, როგორც გითხარით, დახურული ტარპით, იგივე სამუშაოებს ასრულებს და არა აქვს მნიშვნელობა ახლა ფლეტბედზე იმუშაობთ. მე არცეც არ ვაძაგებ, მე უბრალოდ ვახდენ შედარებებს, იმიტომ რომ ცუდი რო ყოფილიყო, არც მე არ ვიმუშავებდი, მაგრამ სამუშაოა და ესია რა, ახლა ეს ფლეტბედის, სტედბეკის, კონესტოგაც ერთი ტიპის ტრაილერებია. და რატო ვარჩიე ამ ტიპის ტრაილერებზე მუშაობა? ამ ტიპის ტრაილერებზე იმიტომ ვარჩიე მუშაობა, რომ მეტნაკლებად გიწევს ფიზიკური აქტივობა. თქვენ იცით, რომ ტრაილერზე მუშაობის დროს გიწევს გამუდმებით სიარული, სულ საჭესთან ყოფნა, ეს იწვევს მერე უკვე სხვადასხვა პრობლემებს ორგანიზმისთვის და იმის გამო, რომ ესე იგი აქტივობა მქონოდა, ფიზიკური აქტივობა მეტი, ვარჩიე ამ ტიპის ტრაილერზე მუშაობა. ასე თუ ისე მაინც ახლა აწევით არაფერს არ ვეწევი, მაგრამ უბრალოდ გიწევს ჩამოსვლა ტრაილერზე ასვლა იქ ტვირთის დაბმა, რაღაც მოძრაობაში ხარ და ეს თავისთავად უკვე მაგალითად რიფერისგან განსხვავებით ან დრაივენისგან განსხვავებით პლუსია, იმიტომ რომ იქ მარტო ჩამოდიხარ, ჩამოხვალ უკან ტრაილერის კარებს გააღებ, ტვირთს დააწყობენ, შენ დაკეტავ და ჟდები შენს ტრაილერზე და მიდიხარ უკვე. აქ ცოტა განსხვავებულია და რახან ფიზიკური აქტივობა მიწევს. შესაბამისად, მე ეს მირჩევნია. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ჩემი დაკვირვების შემდეგ ვარჩიე, რომ ასეთი ტიპის ტრაილერზე მე მუშაობ. როდესაც მუშაობის დაწყებას გადაწყვეტ ტრაილერზე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი რამ. მხოლოდ იმის გამო, რომ აქ თქვენ შეიძლება სხვისგან განსხვავებით მეტი თანხა გამოიმუშაოთ, ამის გამო ტრაილერზე სამუშაოდ არ უნდა წამოხვიდე. იმიტომ რომ ეს არის ძალიან სპეციფიური სამუშაო, მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას, ბევრ დაკვირვებას, ერთ პატარა შეცდომასაც კი შეუძლია თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება და უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მუდმივად იყოთ ფხიზლად გზაზე ნებისმიერ სიტუაციაში, აი ნებისმიერ უმნიშვნელო სიტუაციაშიც კი შეიძლება რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ გინდათ. ამიტომ მოითხოვს უდიდეს ყურადღებას.
რაც შეეხება იმ ტიპის იმ კატეგორიის ტრაილერებს კი, რომელზეც მე მუშაობ, ეს კიდე დამატებით ყურადღებას მოითხოვს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი გაბარია, აქ კიდე გაბარია სხვა პასუხისმგებლობაც, რომ ის თვირთი, რომელიც შენ გადაგაქვს, იყოს ესე იგი უსაფრთხოდ დაბმული, დამაგრებული ტრაილერზე, რომ არაფერი ზიანი მოუვიდეს ტვირთს, ან ამ ტვირთის გამო შენ არ მიიღო რაიმე ზიანი აქეთ. იმიტომ რომ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ტვირთი არ იყო სწორად და კარგად დაბმული, უსაფრთხოდ, შემდეგ ამ ტვირთმა ან ესე იგი დაბლა ჩამოვარდა, ან იყო შემთხვევები, როდესაც თვითონ ტრაილერის მძღოლიც კი იმსხვერპლა. ამიტომ გმართებთ ძალიან დიდი ყურადღება, როდესაც ასეთი ტიპის მისაბმელიან ტრაილერებზე მუშაობთ, როგორიც არის კონესტოგა, ფლეტბეტი და სტედბეკი. გარდა ამისა, ჩემო კარგებო, ახალ დამწყებებზე მაქვს საუბარი, როდესაც მუშაობას დააპირებთ, თქვენ უნდა იყოთ ძალიან ბევრი რამისთვის მზად. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ საწყის ეტაპზე თქვენი ორგანიზმი არ არის მიჩვეული ასეთ მანძილებზე სიარულს, ასეთ რეჟიმში მუშაობას, ამიტომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალ დამწყებ მძღოლებს ხშირად ეწყებათ ფეხების დასიება მაგალითად. აი ეს ქვემოთ ფეხები სისხლი რო აღარ მოძრაობს, ფეხები სივდება და რო დახედავ საკუთარ ფეხებს, შეიძლება ვერ იცნო ისეთ მდგომარეობაში კონდეს. ასევე უნდა შეეგუოთ, უნდა ებრძოლოთ უпроსწორად ძილს. როდესაც ღამე გიწევთ სიარული და ასეთ შემთხვევები კიდე ასეთ სამუშაოზე ხშირია, წინასწარ ვერ განსაზღვრავთ დღე მოგიწევს თუ ღამე, შეიძლება ორივეგან მოგიწიოს, ანუ დღეც სიარო და ღამეც სიარო და ამიტომ უნდა იყო მზად იმისთვის, რომ დღისით ნასიარულებმა ღამეც შეძლოს სიარული და ეს კიდე პრობლემას იწვევს, რა თქმა უნდა, როცა გეძინება და ამ დროს არის ხოლმე ისე, რომ გზაზე მიდიხარ, შენ გონია რომ ხარ მაგალითად ფხიზლად, შენ უძილობას უმკლავდები, თვალები გახელილი გაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ზემოდან მაგალითად ღრუბელი ეშვება, რაღაცა შავი ღრუბელი, თვალები დაჭყეტილი გაქვს, ბინდი გეფარება ამ თვალებზე და თავს წევ ქვემოთ, რომ თითქოს ამ ღრუბლის ქვემოთ შეიხედო, ან ვიღაც გადარბის გზაზე და ტორმუსად გავფეხს, მუხლუსად გავფეხს, ან მოჩვენებები, მოლანდებები გეწყება, ჰალუცინაციები. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად არ აქვს მნიშვნელობა, როდის უნდა ჩახვიდე, რა უნდა ჩაიტანო, ვის ეჩქარება, არ ეჩქარება, ყველაფერი უნდა გადადო გვერდზე, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა მთავარი და ასევე სხვებისაც, რომელიც გზაზე მოძრაობენ და პირველივე ტრაკსტაპზე უნდა შეხვიდე, გაჩერდე და 1 საათი ძილიც კი უკვე ყოფნის, რომ თავი ცოტა მხნეთ იგრძნო. თუ შეძლებ გზის გაგრძელებას, უნდა გააგრძელო. თუ არა და ისევე ჯობია გაჩერდე და დაისვენო. თუ ტრაკსტაპი არ არის ახლოს, მაშინ შეგიძლია ეგზიტზე შეხვიდე და შოლდერზე, სადმე ეგზიტის შოლდერზე, ფართო შოლდერზე, სადმე გააჩერო უსაფრთხოდ. ამ შემთხვევაშიც ტრაკს ნუ ჩააქროთ, დატოვებთ ტრაკს შუქებ ჩამქრალს, დატოვეთ გაბარიტები, რომ იყოს განათებული, იმიტომ რომ ღამით უამრავი ისეთი ადამიანი დადის, რომელიც არ არის იმასაც ეძინება, ან არ არის ფიზიურ მდგომარეობაში და კიდე რაღაც დამატებით რომ პრობლემები არ შეიქმნათ. ასევე, ჩემო კარგებო, უნდა შეეგუოთ მარტოობას. როდესაც თქვენ გამოდიხართ სახლიდან, თქვენ ასე ვთქვათ, იმ პირადულ სამყაროს უკვე ტოვებთ სახლში და გზაზე რო ხართ, იწყებთ სხვა ცხოვრებას. აბსოლუტურად მარტო ხართ. უნდა ეცადოთ, რომ ფსიქოლოგიურად იყოთ გაწონასწორებული, არ აგიტანოთ ნერვებმა. არ დაიწყოთ ამის გამო ბუზღუნი.
ეცადეთ რომ მშვიდად შეხვდეთ ამ ყველაფერს და მიეჩვიოთ. თვეობით როცა გიწევთ გარეთ ყოფნა, თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კარგავ პირად ცხოვრებას და გადადიხარ უკვე სხვა სივრცეში. ამიტომ ეს წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ. იმ შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ გამოხვალთ ერთი კვირა, ორი კვირა სიტყვაზე, ესეთ რამეს კომპანიაც არ დაგთანხმდებათ. მინიმუმ 3 კვირა მაინც უნდა იმუშაოთ და შემდეგ ერთი კვირა უნდა დაისვენოთ, მაგრამ ჩვენ ქართველების უმრავლესობა მუშაობთ ერთ თვეზე მეც, იმიტომ რომ როდესაც 3 კვირას მუშაობ და ერთი კვირა სახლში მიდიხარ, ჩათვალეთ რომ 2 კვირა ისეთი შუალედი გეწყება მერე რომ უკვე ხელფას ვეღარ იღებ, ამ დროს კიდე უამრავი რაღაცა გაქვს გადასახდელი და ეს ყველაფერი არ ეწყობა ისე კარგად რომ შენ დასვენება მოირგო შენ თავზე. ეს ყველაფერი ახლავს ზუსტად ამ ტრაილერთან მუშაობას და გასათვალისწინებელია, მე ვიცი ბევრი შემთხვევები, ვიცი რომ წამოვიდნენ ადამიანები, დაიწყეს მუშაობა ტრაილერზე, მაგრამ ერთ თვეში ან რამოდენიმე თვეში მივხვდნენ რომ ეს მათი საქმე არ არის, ასეთ მდგომარეობას, ასეთ პირობებს ვერ შეეგუებიან და ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ წინანდელ სამუშაოს, ზოგი ტაქსზე მუშაობდა, ზოგი მშენებლობაზე მუშაობდა. ამიტომ ამით რიცი თქმა მინდა იცით, რომ როდესაც გესმით, რომ აი ტრაილერზე შეიძლება მეტი ანაზღაურება მიიღოთ სიტყვაზე, ვიდრე მშენებლობაზე, ხო? აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობაც, ანუ ის мотиваცია, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, ანუ რატომ მოდიხართ ტრაილერზე სამუშაოდ. თუ ამისთვის აუცილებელი პირობები გააქვთ ყველაფერი, რა თქმა უნდა, დღესდღეობით ჩემი აზრია ეს, რომ ტრაილერზე მუშაობა ასე ვთქვათ, ერთ-ერთ აი ანაზღაურების მხრივ ერთ-ერთ კარგ სამუშაოდ ითვლება, მაგრამ აქვს იმას თავისი ეს გვერდითი მოვლენები, რომელთანაც გამკლავება მოგიწევთ და ამისთვის უნდა იყოთ მზად. ასევე მოგიწევთ რომ გაუმკლავდეთ სტრესს. ეს სტრესი მუდმივად აქვთ ხოლმე ახალ დამწყებებს, იმიტომ რომ გზა არის მაინც ამხელა ტრაილერით მოძრაობთ, თან დატვირთული ტრაილერით, არა გაქვთ გამოცდილება და ნებისმიერ რაღაცა ისეთ შემთხვევაზე უკვე წავე რეაგირება გაქვთ, ასე ვთქვათ, აი მცირე მოსახლეობაშიც რომ შედიხართ, ორივე ხელით ებღაუჭებით საჭეს რომ აი რაღაც გონია რომ ხო არ ამუტრიალდება. ხო, მეც ესე ვიყავი თავიდან და ესე რომ შევდიოდი მოსახლეობაში, ამ დროს ვიღაც გამოცდილი მძღოლი 70-ით შემოდიოდა იმ მოსახლეებში და მე 50-ით შევდიოდი, რომ არ ვიყავი დარწმუნებული ჩემ თავში. ამაზე ნუ გექნებათ ესეთი განცდა, რომ აი რაღაცა და რაღაცა ისწავლით ყველაფერს თავის დროზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი პრაქტიკაა, ამას ჭკუის დარიგებით ვერავინ ვერ გასწავლით, მაგრამ რაღაცებს თუ გაითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, უფრო მალე აითვისებთ ყველაფერს. და უნდა იბრძოლოთ იმისთვის, უნდა იმუშაოთ თქვენ საკუთარ თავზე, რომ გაუმკლავდეთ ამ სტრესს, სტრესულ სიტუაციებში ყოფნას, იყოთ მობილიზებული, იცოდეთ რომ თქვენთვის ტრაილერზე მუშაობის დროს განსხვავება აღარ არის არც დღეში და არც ღამეში, იმიტომ რომ ყოველთვის აკეთებთ ერთი და იგივე საქმეს, გზა არასოდეს არ ილევა, ერთ ტვირთს რომ მიიტანთ და ჩამოცლით, იქვე იწყება მეორე ტვირთის აღება და ახალი გზის დაწყება. ასე რომ აი ამ პირობას რომ უნდა შეეგუოთ და ისე არ უნდა იფიქროთ, მე ახლა ამას ჩავიტან და всё, მე მორჩები. არა. მე იწყება ისევე ახლიდან. როდის ისვენებთ შუალედებში, არის რაღაც გარკვეული პერიოდები, როდესაც ტვირთიდან ტვირთის აღებამდე შეიძლება იყოს რაღაც შუალედი, ან როცა უკვე დაცლით და ახალ ტვირთს აიღებთ, დათვლით იმ მანძილს, რა მანძილზე რა დროში უნდა ჩაიტანოთ და დაიანგარიშებთ იმ დროსაც, რა დროც შეგიძლიათ უკვე დასასვენებლად გამოიყენოთ. ანუ ამას ყველაფერს უკვე თქვენ ანაწილებთ და გეგმავთ და
თქვენი შეხედულებისამებრ გადაწყვეტ, მაგალითად დღისით დაიძინო ის 5 საათი თუ ღამე დაიძინო თუ როგორ გირჩევნია. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ამას რა თქმა უნდა მუშაობის პროცესში კარგად აითვისებთ, ყველაფერსში გაერკვევით. მთავარი აქ რაც არის ის, რომ როდესაც ტრაილერზე მუშაობის დაწყებას გადაწყვეტად წამოყვართ, აუცილებელია გქონდეთ мотиваცია, და მიზანი, რისთვის მოდიხართ ტრაილერზე სამუშაოდ. თუ მოდიხართ იმისთვის, რომ რომანტიკას ეძებთ, გეტყვით, რომ აქ რომანტიკა არ არის. ან ნაკლებად არის, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ისე დაიღლებით, რომ რომანტიკის თავი აღარ გექნება. თუ თქვენი მიზანი არის ის, რომ რაღაც კონკრეტული გაქვთ დასახული, რომ აი მე ამას გავაკეთებ და ამის შემდეგ უკვე სხვა სამუშაოზე, სხვა სამყაროზე გადავეწყობი, რა თქმა უნდა მისაღებია ეს, რაღაც კონკრეტული მიზნის შესასრულებლად და თუ როცა ამას მოახერხებთ, უკვე უნდა ეცადოთ, რომ ამერიკაში ცხოვრობთ და მუდმივად განვითარდებთ, მუდმივად რაღაცა წინსვლაზე იფიქროთ და ტრაილერზე რა თქმა უნდა აქ რო შემორჩეთ ბოლომდე და ცხოვრების ბოლომდე აქ ტრაილერზე ემუშაოთ, მე ჩემი აზრი ესეთია, რომ რა თქმა უნდა არ გირჩევთ. კონკრეტული მიზნით უნდა წამოხვიდეთ, კონკრეტული გეგმა უნდა გქონდეთ და ამ გეგმის მიხედვით იმდენი ხანი იმუშაოთ, რომ ამ გეგმის შესრულება შეძლოთ და შემდეგ უკვე უნდა იფიქროთ სხვა განვითარებაზე. ახალმძღოლებს რაც შეეხება კიდე ერთი რაღაც მინდა უთხრა, რომ არის შემთხვევები, რომ ვიცი, რომ აი მოსულან ახალი მძღოლი ეს ტრაილერზე სამუშაოდ წამოსულა და მაშინვე ყიდულობს ტრაილერს. ჩემი აზრით ეს შეცდომაა, მე ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ ვიდრე გადაწყვეტ ტრაილერის ყიდვას, ჯერ უნდა იცოდე ამ სამუშაოს სპეციფიკა, უნდა ერკვეოდე ტრაილერის თვითონ ტრაქის მარკებში, ტიპში, რა ფუნქციებით არის აღჭურვილი, რომელი ჯობია, რომელი ნაკლებ ხარჯიანია და ეს რაღაც მახასიათებლები უნდა იცოდე, ეს ერთი. უნდა იცოდე უკვე აი ამ ბიზნესის, რასაც ტრაქინგი ქვია, აი ამ ბიზნესის ეხლა მთლიან ამბანს ვერ ისწავლი, მაგრამ რაღაცაში ჩახედული უნდა იყო და უნდა გრძნობდე უკვე, რომ რასთან გაქვს საქმე. აი ამას ყველაფერს რაღაც გარკვეული პერიოდი ჯობია, რომ გაატარო მძღოლად, იმუშაო, დააკვირდე და შენი დაკვირვების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უკვე ტრაილერის ყიდვის თაობაზე. და აქვე დავამატებ ერთ რამეს, რომ თუ ფიქრობ, რომ მოკლევადიან პროცესში იმუშაო ტრაილერზე, მაგალითად 1 წელი, 2 წელი, რაღაც ესე, მაქსიმუმ 3 წელი, აქაც მე არ გირჩევთ ტრაილერის ყიდვას, ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ასე მინიმუმ 1-5 წელი მაინც იმუშავით, ამ შემთხვევაში ალბათ ამ შემთხვევაში კი ნამდვილად ღირს, რომ შენი საკუთარი ტრაილერი გყავდეს. აი ესეთი რაღაცები არის კიდევ უამრავი დეტალი და ისეთი წვრილმანები, რომელსაც რა თქმა უნდა აქ ახლა ყველაფერს ვერ მოვყვები და რომელსაც თქვენ, როდესაც მუშაობას დაიწყებთ, პრაქტიკიდან გამომდინარე, უკვე შეძლებთ დაინახოთ რა არის ეს რეალობა და გაითვალისწინოთ ყველაფერი, რაც თქვენ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. აი ეს იყო სულ რაც უნდა მეთქვა თქვენთვის, ჩემო კარგებო, ეს ყველაფერი იყო ჩემი აზრი, ჩემი მოსაზრება, ჩემი დაკვირვება, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამიტომ ჩემ აზრს არავის არ ვახვალ თავზე, ვისთვისაც მისაღებია, მიიღეთ, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ რაღაცეები, რაც თქვენთვის იქნება სასარგებლო, ვისთვისაც არ იქნება მისაღები, ნუ გამკითხავთ ამის გამო, იმიტომ რომ მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ყველას, ვინც ეხლა იწყებს მუშაობას, აღებული აქვს CDL-ი და მომავალში იმ ხალხს, რომელიც აპირებს ტრაილერზე სამუშაოდ წამოსვლას, წარმატებას უსურვებ და თავიანთი მიზნების და თავიანთი გეგმების განხორციელებას. მადლობა.